ახლა 5 სუკლია 15 წუთი არა 5 სუკლია 5 წუთი 19 იანვარია ნათლისღება დღე გილოცავთ ამ წუთის მდგომარეობით ანუ დღის 5 საათის მდგომარეობით რეჟიმს კონკრეტულად კი ბანდიტ მიხეილ ყაველაშვილს შეწყალებული არ ჰყავს არც ერთი სინდისის არც ერთი პატიმარი ვიდეობლოგი აიტვირთება დაახლოებით 6 საათისთვის, ანუ 1 საათში დასრულდება, 15 წუთი დამჭირდება მინიმუმ ამ თემაზე სალაპარაკოთ და 45 წუთი ატვირთვას კი უნდა. თქვენ არ ვიცი რომელ საათზე ნახავთ ამ ვიდეობლოგს, მაგრამ იმ მომენტისთვის, როდესაც თქვენ თვალყურს მიადევნებთ ჩემს ვიდეობლოგს, შესაძლოა ქართულ ოცნებას უკვე საქართველოს ბანდიტ ხელისუფლებას უკვე შეწყალებული ხავს 5, 7, 10, 15 ან 27 სინდისის პატიმარი და თუ ყველა არ ხავს შეწყალებული, მე მინდა დავსვა კითხვა ამგვარი რატომ შეიწყალა ერთი ჯგუფი, რატომ შეიწყალებს ერთ ჯგუფს, თუ მაინც და მაინც შეიწყალებს და არ შეიწყალებს მეორეს. ეს საინტერესო კითხვაა და პასუხგასაცემი მე ჩემს მოსაზრებას შემოგთავაზებთ მარტივს, იმიტომ რომ გარკვეული უთანხმოება ჩამოაგდოს შეწყალებულებსა და არ შეწყალებულებს შორის. თქვას რომ ესენიო, ვინც შევიწყალეთო, უკეთესები არიან, ხოლო ისინი ბოლომდე უნდა უტრიებ ცხადია, მაგრამ ამ სიტყვას მაიცხვა, რომ ბოლომდე უნდა ამოუწმდნენ საპატიმროში. ძალიან უხეშად მე არ ვიცი ვის შეიწყალებს, თუ შეიწყალებს საერთოდ, თუ შეწყალებული ხავს იმ მომენტისთვის, როდესაც თქვენ ამ ვიდეობლოგს ადევნებთ თვალყურს, მაგრამ თუ გაანთავისუფლებს პირობითად ვლაპარაკობ კიკნაძეს და არ გაანთავისუფლებს მაგალითად ჭიჭინაძეს, ამით ერთგვარად ეცდება, რომ უთანხმოება ჩამოაგდოს ხსენებულ კიკნაძესა და ხსენებულ ჭიჭინაძეს შორის ვერ გაუგია ქართული ოცნების ბანდას რომ უთანხმოება მათ შორის არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. ესენი ერთ ბეთქვეშ გაერთიანებულები არიან დამოუკიდებლად იმისა, ვინ იქნება შეწყალებული, ყალებში მაინც ასე უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ შესაწყალებელი მათ არც ერთ მათგანს არაფერი აქვს და ვინ არ იქნება შეწყალებული, ესეც ყალებში ჩავსვათ ეს სიტყვა, იმიტომ რომ შესაწყალებელი კვლავ ვიმეორებ, არც საპატიმროში დარჩენილებს არაფერი ჰქონდათ თუ აქვთ. რეალურად რასაკვირველია ეს მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილება არ იქნება. ამ გადაწყვეტილებას რასაკვირველია მიიღებს აბასთუმნის უღრანების ბინადარი ბიზინა ივანიშვილი მთავარი ბანდიტი, რომელსაც ერთის მხრივ სურს, რომ ქართულ საზოგადოებას გაუგზავნოს ამგვარი მესიჯი, რომ მე ასეთი ვარ, ასეთი გულმოწყალე ვარ, ასეთი სულგრძელი ვარ და მეორეს მხრივ დასავლურ საზოგადოებასაც გაუგზავნოს, დასავლურ პოლიტიკის ვინც აკეთებს პოლიტიკაში ვინც არის გადაწყვეტილებების მიმღებებს გაუგზავნოს მესიჯი ამგვარი, რომ მე ასეთი სულგრძელი და ასეთი სულგაშლილი ვარ. რეალურად ბიზინა ივანიშვილი ამგვარი რო ყოფილიყო, ეს პატიმრები რამდენიც არიან, ხო? ამდენი პოლიტპატიმარი, სინდის პატიმარიც ყავს, პოლიტიკოსის პატიმრების ჩათვლით, არც ერთი მათგანი არ უნდა იყოს საპატიმროში. თუ ბიზინა ივანიშვილი სულგრძელი არის, არავინ არ უნდა ამომწყვლეულიყო მისი პერსონალური გადაწყვეტილებით. რამდენიმე თვით, რამდენიმე წლით საპატიმროში, იმიტომ რომ არც ერთ მათგანს არაფერი არ ჩაუდენია, აი მაგალითად. ჩვენ სულ საუბრობთ, უბრალოდ ისინი საუბრობენ, რომ ზია ამაღლობელმა გაარტყა ხელი პოლიციად წოდებულ მილიციელ ბანდიტ დგებუაძეს, რომელიც ხარშვის დააწინაურეს. გაარტყა, მიარტყა, უფრო ზუსტი რომ იყო, არავინ უარყოფს ამას, კადრებიც ადასტურებს ამას, მაგრამ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას შეეძლო ეს ადმინისტრაციული წესით განესაჯა და მზია ამაღლობელი დაეჯარიმებინა პირობითად ვლაპარაკობ 2000 თუ 3000 თუ 5000 ლარით ზუსტად 50 წამში აგროვდებოდა ეს თანხა, მაგრამ ბიზინა ივანიშვილმა მიიღო ეს გადაწყვეტილება პერსონალურად და სამაგალითოდ დასაჯა მზია ამაღლობელი, რომელსაც სხვათა შორის მანამდეც ეს ბანდიტი დგებუაძე აყენებდა შეურაცხყოფას, კი არ მივარდა პირდაპირ ეს მზია ამაღლობელი ჩვენი არაჩვეულებრივი მოქალაქე და ჩვენი ქვეყნის სინდისი ბანდიტ დგებუაძეს. არამედ მანამდე შეურაცხყოფები ითფინა, შეურაცხყოფები მოისმინა და უკვე შემდგომაც ბანდიტმა, მილიციელმა, პოლიციელად წოდებულმა დგებუაძემ დაპატიმრების შემდეგაც მიაყენა ამ ქალბატონს შეურაცხყოფა და ეს იყო პასუხი არა მხოლოდ დგებუაძისადმი,
ან დგებუაზისადმი საერთოდ არ იყო ეს პასუხი, თუ გნებავთ ასე ვთქვათ, ეს იყო პასუხი სისტემისადმი, რომელიც ესეთი უსამართლოა მოქალაქეებთან და ქართულ სახელმწიფოს ებრძვის ეს სისტემა და ბევრ ჩვენგანს დასაკვირველია გაუჩნდება სურვილი, რომ მიარტყას წინააღმდეგობა გაუწიოს ამ ფორმით სისტემას, რომელიც უსამართლოა მოქალაქეების თავისუფლების მოყვარე, თავისუფლების მცველი მოქალაქეების წინაშე. ზიამალღობელის кейსი ერთია და არის სხვათა кейსებიც. ისიც თქვენ რომ პრაქტიკულად ყველა სინდისის პატიმარს შეუთითხნა საქმე პროკურატურამ და უკლებლივ ყველასთან მიმართებაში გამოიყენა ცრუ მოწმეები, ამასთან გარკვეულ შემთხვევებში ერთი და იგივე სახეები, რომლებიც განსაჯელის სკამზე ვინც იცხდნენ, მათ ვერც ცნობდნენ იდენტიფიცირებას, ამოცნობას უფრო ზუსტი რომ იყო, ვერც აკეთებდნენ, გარკვეულ შემთხვევებში ამბობდნენ ერთგვარს, როცა განსაჯელის სკამზე იყო სხვაგვარის დარიგებულები კი იყვნენ, მაგრამ დაზუთხული კარგად არ ჰქონდათ, რა უნდა ეთქვათ, იმ ფარს პროცესებზე, რომლებიც მურუსიძის უწყებამ გამართა სასამართლოს დარბაზებში. ბიზინა ივანიშვილი ამბობს, რომ მე მოწყალე ვარო, მაგრამ რეალურად ამდენი ხნის განმავლობაში ბიზინა ივანიშვილი მოწყალე რომ არ არის, ამის დასტურია, რომ ამდენი ხნის განმავლობაში უკლებლივ ყველა პოლიტიკოსი პატიმარი და სინდისის პატიმარი არის ამომწყდეული მძევლად გარდაქმნილი მის საპატიმროებში, მისივე მურუსიძის სასამართლოს არასწორი და უსამართლო გადაწყვეტილების შედეგად. გუშინ იყო სხვათა შორის, რომ პროპაგანდისტურ არხზე, იმედზე, პროპაგანდისტმა ჟურნალისტად წოდებულმა ირაკლი ჩიხრაძია თუ არ ვწდები, ის კაცი გვარად თქვა, რომ ამათ არ მოუნანიებიათო, ქვეყანას ებრძოდნენ, პოლიციელებს რაღაც შეურაცხყოფას აყენებდნენ, გადატრიალება უნდათო deep state-ის თუ გლობალური ომის პარტიის კარნახით, ევროპის კარნახით, ევროკავშირის კარნახით მოქმედებდნენ, უნდათ რაღაცა კონსტიტუციური წყობის შეცვლაო და ასე შემდეგ და არც კი მოინანიეს, მაგრამ აქცენტი ასე იყო დასმული, მაგრამ საქართველოს de facto ხელისუფლება შესაძლოა, თუმცა არ იცის. შესაძლოა იყოს გულმოწყალე. არის თუ არა ეს შესაძლებელი, რომ საქართველოს de facto ხელისუფლება იყოს გულმოწყალე, ამას ვნახავთ, ან უკვე ნახეთ, კვლავ ვიმეორებ. ახლა არის 6-ის 5 წუთი და შესაძლოა არასრულ 55 წუთში მართლაც გამოსცეს შეწყალების აქტი ბანდიტმა მიხეილ ყაველვაშვილმა ბანდიტი ბიზინა ივანიშვილის კარნახით, იხვეწება შესაძლოა ტექსტი, ან სუსტდება გვარები, რომლებიც უნდა ჩაწერონ იმ დოკუმენტში, მაგრამ ის კი ვიცით, ეს არ ვიცით რას იზამს. ან შესაძლოა იცით ამ წუთისთვის, როცა მადერნებთ თვალყურს. მაგრამ ის კი ვიცით, რომ საქართველოს de facto ხელისუფლებას სჭირდებოდა მოდრეკილი, თავჩაქინდრული ის მოქალაქე, რომელიც მის წინაშე წარმოთქვამდა მისთვის, ანუ ხელისუფლება წოდებული ბანდისტვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სიტყვებს, ბოდიში, მე შემეშალა, მეც აღარ ვიზამ. ახლა მინდა აგიხსნათ უკლებლივ ყველას, რომ ეს ადამიანები იგივეს იზამენ, რაც გააკეთეს, რაც ჩაიდინეს მანამდე. იმიტომ კი არა, რომ ის რაც ჩაიდინეს დანაშაულია. არამედ სწორედ იმიტომ, რომ რაც ჩაიდინეს დანაშაული არ არის. ამიტომ აქედან გამომდინარე, სულაც არ გამოვრიცხავ, რომ მათაც კი, ვისაც ახლა გამოუშვებს ვინმეს, ბანდიტი ყაველაშვილი, ბანდიტი ივანიშვილის კარნახით, მათაც კი, ვისაც გამოუშვებს, მათ შეიძლება გაიმეორონ ის ბრჭყალებში დანაშაული, რომელშიც ედავებოდა მათ საქართველოს de facto ხელისუფლება, de facto პროკურატურა და de facto სასამართლო უწყება დამოუკიდებელი განშტოება თუ შტო ჩვენი ხელისუფლებისა, რომ უნდა იყოს ისეთი. იგივეს ჩაიდნენ მერქი, ანუ რას გააკეთებენ, ხაზგასმით მინდა ვთქვა, გამოვლენ ქუჩაში და გააპროტესტებენ საქართველოს de facto ხელისუფლების ამა თუ იმ ქმედება. თითოეული ჩვენგანი რეალურად ჩადის ამ ბრჭყალებში თუ ბრჭყალებოთ სისხლის სამართლის დანაშაულს, ოდესაც უკანონო კანონს არ ემორჩილება და მაგალითად ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურ რეჟიმში გადის და ტროტუარზეა რუსთაველის გამზირზე და ბრჭყალებში უშლის ხელს ვინმეს გადაადგილებაში. საქართველოს de facto ხელისუფლება ვერ ჩვენიერ დღეს, მისთვის ჩვენიერ და ჩვენთვის კი ცუდ დღეს, რო გამოაცხადოს, რომ 100 კილად იარეთ რუსთაველის დასაწყისი და რუსთაველის ბოლომდეო, ამას ხომ ვერც და არც დავემორჩილებით, მაგრამ ამის გამო რომ თქვას, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, ვინც 100 კილათი არ ივლის, არ ირბენს, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ყველას მოვკიდებ ხელს და გამოვამწყდებ ციხეშიო, ჩვენ ხომ ავტომატურად მოგვიწევს კანონის შემორღვევა. დაახლოებით ამ მასშტაბის
უკანონო კანონია, ანუ კანონია ბრჭყალებში ის გადაწყვეტილებები, ის კანონები, რომლებიც მიიღო საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბანდიტი პაპუაშვილი უნდა ვახსენო ახლა, ეს ანტიევროპელი კაცი, ბანდიტი პაპუაშვილის თაოსნობით, თავკაცობით თუ ინიციატივით. მათ მიიღეს უკანონო კანონები და ამ უკანონო კანონებთან, კანონების მიმართ დამორჩილებას გთხოვს დე ფაქტო ხელისუფლება. Რაღაცა ასია შესაბამისად იოლი განსაჭრეტია რომ უკლებრივი ყველა ვინც გამოვა, თუ ვინმე გამოვა, საპატიმროდან უკლებრივი ყველა დაარღვევს კანონს. რასაც გასაკვირველია გაარღვევს ამათეულ კანონს, ანუ შემოერღვევა და უბრალოდ საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება მიედავება მათ თუ მოინდომებს, გასაკვირველია რომ თქვენ კანონი დაარღვიეთო. აქვე ვიტყვი რომ თუ საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე რომ ცალკეული სინდისის პატიმრები გაანთავისუფლოს, ჩვენ გასაკვირველია კიდევ უფრო ომახიანად და კიდევ უფრო ხმამაღლა უნდა მოვითხოვოთ დარჩენილი პატიმრების განთავისუფლებას, ოღონდ გულისხმობ არა მხოლოდ სინდისის პატიმრებს, არამედ პოლიტიკოს პატიმრებსაც, უკლებრივ ყველას, რომლებიც ასევე არ არიან არაფერში დამნაშავენი, მიხეილ სააკაშვილიდან დაწყებული, ნებისმიერი ბოლოს ვინც აიყვანეს იმ პირით დაამთავრებული, არა იმიტომ, რომ რომელიმე მათგანს ვერ მიედავები რამ ფორმალისტური კანონის დარღვევაში, მიედავები რასაკვირველია, მაგრამ იმიტომ და პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ არ არის კანონი ჰორიზონტალური და არ არის კანონი სამართლიანი ყველას მიმართ. ახლა მე როდის ამას ვლაპარაკობ, არ გულისხმობ ღარიბაშვილს, დილუაშვილს, ბურჭულაძეს და სხვებს, არსებობს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მათაც დავარქვათ პოლიტპატიმრები, მე ამის სასტიკი არ ვიცი, ამდენად სწორი სიტყვა, მაგრამ კატეგორიული არ ვიცი, ამდენად სწორი სიტყვა, მაგრამ პრინციპში მაინც ამის წინააღმდეგი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ უსამართლო სასამართლომ განსაჯა ისინი საპატიმროში ყოფნას იმსახურებდნენ, როგორც ბიუჯეტის ქურდები გარკვეულ შემთხვევებში, ან სხვა შემთხვევებში იმსახურებენ, ან სხვა შემთხვევაში მაფიოზურ გარიგებებში შესულები კერძო ბიზნესთან და თანამდებობაზე მყოფები, როცა რაღაცა თანამდებობაზე იმყოფებოდნენ, მაშინ ჩადიოდნენ სინდიკატურ დანაშაულს, იყვნენ სინდიკატის წევრები, მაფიოზები, ბანდიტები და კოზანოსტრას წევრები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახლა მაინც დავუბრუნდები სინდისის პატიმრებს. კვლავ ვიმეორებ, მე არ ვიცი ამ წუთისთვის განთავისუფლებული ყავს თუ არა, როცა თქვენ ადევნებთ თვალყურს ჩემს ვიდეო ბლოგს. აველაშვილს უნდა მომიტევოთ თუ ცოტა მოგეჩვენათ ან იფიქრეთ რომ უკვე დაგვიანებულია ამგვარი შინაარსის ტექსტის მოსმენა, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ განთავისუფლებული ყავს, არაფერი არ იცვლება. და კიდევ ერთი, არავის მიმართ სათხოვნელი არ აქვს ჩვენ განთავისუფლებასთან დაკავშირებით. და ჩვენი ალბათ სწორი სიტყვაა, ჩვენი პიარი, ჩვენი საინფორმაციო კამპანია უნდა დავახვედროთ იმ აღვირახსნილ კამპანიას, პიარს, პროპაგანდას, რომელსაც აუცილებლად ჩართავს სახელმწიფო მედია, ხელისუფლებისავე კარდახით და იტყვის, რომ აგერ როგორი მოწყალე ყოფილა, ეს სულ გრძელი ყოფილა ბიზნა ივანიშვილიო. სულ გრძელი კი არა, სულ მოკლეა ბიზნა ივანიშვილი. პირდაპირ მნიშვნელობით სულ მოკლე, ანუ შევაერთოთ სიტყვა და ასევე სულ მოკლე თუ გნებავთ გავყოთ ეს ორი სიტყვა. სულ მოკლეა ბიზნა ივანიშვილი, მას აქამდე უნდა გაეკეთებინა. ეს და თუ ახლა გაკეთებული აქვს, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვუბიძგეთ მას ამის გაკეთებისაკენ და ჩვენ ვაიძულეთ ის, რომ ეს ყველაფერი გაეკეთებინა, მან უკან დაიხია, როგორც მთავარი უკან დახევები ბიზნა ივანიშვილისა, კიდევ წინ არის მან. უნდა დაიხიოს უკან და ის უნდა გაეცალოს ამ ქვეყანას და ყველა სინდისის პატიმარი უნდა გაანთავისუფლოს ჩვენი კარდახით, ჩვენი მოთხოვნით, მან უნდა დაიხიოს უკან, კომპრომისზე კი არ უნდა წავიდეს, უბრალოდ უნდა აღიაროს, რომ ის ამ ხნის განმავლობაში იყო ამ ადამიანების უკანონოდ დამსჯელი, ის და არა კობახიძე, ის და არა ყაველაშვილი, ის და არა ბრუსიძე, ის და არა რომელიმე პროკურორი. ეს არის ყველაზე სწორი სიტყვა ჩემი მოსაზრებით მოცემულ ეტაპზე. ნახვამდის.